Hi მეგობრებო, როგორ ხართ? და რომ ჩემი სიხარული გაგიზიაროთ და გითხრათ რომ ვიყიდე DJI-ის მინი მიკროფონი და ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ ძალიან მჭირდებოდა ვიდეოებისთვის და ეს სურვილიც შესრულებულია და ვიცი რომ თქვენ ძალიან გაგიხარდებათ და ამიტომ გითხარით. ასეთი საყვარელი ჩანთა მოყვა. თვითონ მიკროფონი, ორი თავაკი და სხვადასხვა აქსესუარები, რომელსაც უკვე ვიყენებ და ვერ გაჩვენებთ ჯერჯერობით. დღეს მინდა ვისაუბრო ერთ თემაზე, რომელიც ძალიან მაწუხებს უკვე წლებია და იმდენად აქტუალური გახდა ამ ბოლო პერიოდში ეს თემა თვითონ ექიმებისგანაც, ზოგიერთი ექიმებისგანაც, რომ ძალიან მინდა რომ ჩემს აუდიტორიასაც გესაუბროთ და ეს თემა არის წონის მატება და ასევე წონის კლებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ვისაუბრებ წონის მატებაზე. იმიტომ რომ რამოდენიმე წელია უკვე ჩემი პრობლემაც გახდა სამწუხაროდ და მინდა რომ ჩემი გამოცდილებები და ჩემი აზრი საერთოდ გითხრათ. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ როდესაც თვითონ ექიმი ფსიქოლოგიურად ძალადობს პაციენტებზე და მსუქნებად და ძროხებად მოიხსენიებს, ეს არის უკვე კატასტროფა და ასეთ ექიმს არ უნდა გაეკაროთ, ჩემო კარგებო. მეორე ის არის, რაც მე გამომიცდია 2017 წლის ბოლოს დავიწყე ერთ-ერთ წესებულებაში მუშაობა. რაღაცნაირად ძალიან ცუდად გვგრძნობდი თავს, აქ რომ მუშაობდი, იმიტომ რომ ძალიან სტრესული გარემო იყო. და ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩემი კვებითი აშლილობა. ეს იყო კატასტროფა. საჭმელს არ ვჭამდი ხოლმე, ვჭამდი სნექებს, რაღაც ჩიფსებს, ვსვამდი ენერგეტიკულ სასმელებს დღეში უამრავს. ანუ შემეძლო, რომ დღეში 10 ენერგეტიკული სასმელი დამელია. ამ ყველაფერმა გამოიწვია ძალიან ცუდი შედეგები. ნელ-ნელა იცვლებოდა ჩემი სხეული, მაგრამ იმდენად დაბინდული მქონდა გონება, რომ ვერ ვხვდებოდი, ან არ მინდოდა რომ დამენახა ეს ყველაფერი, თუმცა ძალიან საშინელად გამოვიყურებოდი. მოვიმატე 20 კილო და მე არ ვარ ისეთი სიმაღლის, ანუ მაღალი რაღაცა, 1.80 რომ ეს კილოგრამები არ გამოჩენილიყო იმდენად. და მოკლედ ძალიან გავსუქდი, ძალიან. ეს 20 კილო ჩემთვის იყო კატასტროფა. 20 კი არა, უფრო მეტიც მოვიმატე მერე, შემდეგ უკვე. და უკვე 25 კილოთი მეტი რო ვიყავი და სარკეში რო ჩავიხედე, მეთქი რას გავხარ, შვილო, ანუ ჩემ თავს ვამცირებდი ყველანაირად. მართლა, ჩვეულებრივი ბოდი შეიმინგი მიმყავდა რა, ჩემი თავის მიმართ. მერე შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, მართლა, სახსრები მტკიოდა. მავიწყდებოდა ყველაფერი, საერთოდ ვეღარ ვაზროვნებდი ხალხს. აი, აზროვნებაში ასგულისხმობ, იცით, რომ საუბრობდი რაღაც თემაზე, მავიწყდებოდა რაზე ვსაუბრობდი და მე ვფიქრობდი, ნეტა რაზე ვლაპარაკობდი, ანუ აი საშინელება იყო რა, ეგ მომენტები, ვირეოდი, ვერ ვუსმენდი ადამიანებს, რომ ელაპარაკებოდნენ, მართლა გაყინული თვალებით ვუყურებდი და ჩემი მეგობრები მეხურებოდნენ ხოლმე, რომ ვერ გაიგეო ხო, ვერაფერია და ანუ არ მესმოდა. ამასთანავე ჩემს სამსახურში წონაზე მელაპარაკებოდნენ, უიქეთა როგორ გასუქდი და თავიდან რა სხვანაირი გაგიცანით და ანუ რაღაც რა, ეს ყველაფერი გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. ბუთქუჩას მეძახდნენ, ხან რას და ხან რას. ვითომ მომოფერებით, მაგრამ რეალურად, ანუ კატასტროფა იყო, არ შეიძლება ხალხნო ესეთი რაღაცეები. შეიძლება თვითონ არ უნდოდათ, მაგრამ ანუ ძალიან ცუდია ეს რა, ანუ შენი საქმე არ არის, ვინ გასუქდა და ვინ გახდა. ამ ყველაფერმა უარესობისკენ წამიყვანა იმის მაგივრად, რომ გამოვფხიზლებულიყავი და ჩემი თავისთვის მიმეხედა და ჩემი ჯანმრთელობისთვის. შემდეგ უკვე დავიწყე ცომეულების ჭამა, მართლა შემეძლო ერთი პური მეჭამა. ერთ ჭამაზე და დღეში რამდენჯერაც ვჭამდი, იმდენ პურს ვაყოლებდი საჭმელს.
ვჭამდი ძალიან ცხიმიან საჭმელებს, რომელიც არის ხაჭაპური, ლობიანი, პიცა, შაურმა ვჭამდი. დღეში შემეძლო 3-ჯერ მეჭამა შაურმა. ახლა ადვილად ვსაუბრობ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ გადალახული მაქვს ეს ყველაფერი არ მომწონდა. რა თქმა უნდა, ნელ-ნელა უკვე ხვდებოდი, რომ სადღაც კატასტროფისკენ მივდიოდი. თუმცა მარტო თეორიულად ვფიქრობდი, პრაქტიკაში არ მიმიხედავს ჩემი თავისთვის და ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში. შემდეგ 2023 წელს დავიწყე მუშაობა ქალაქ გარეთ დრაივზე. ვიმუშავე 5 თვე, თითქმის დღე გამოშვებით ვათენებდი უკვე, ანუ ძალიან კატასტროფა იყო, 24 საათიანი გრაფიკი იყო. მერე სანამ გადმოვაბარებდით ერთმანეთს გოგონები, 24 კი არა, 26 საათიც გამოგვდიოდა, დღე გამოშვებით, წარმოიდგინეთ. დიდად აღარ ვჭამდი და ძალიან დავიკელი წონაში, მართლა ძალიან დავიკელი. ვიდეოებიც მიდევს და ჩემმა ძველმა გამომწერებმა ალბათ იციან და ხვდებიან. შემდეგ 5 თვის თავზე წამოვედი ამ სამსახურიდან და დავბრუნდი იმ ძველ სამსახურში, საიდანაც დაიწყო ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები. ანუ ჩემი კვებითი აშლილობა. დავბრუნდი ამ სამსახურში, ისევ დამეწყო ეს შფოთვები, ეს მოკლედ რა, ამდენ ხალხში რომ მქონდა საქმე. არ მიყვარს ბევრ ხალხთან კონტაქტი, ასე ლაივში, ასე რომ ვთქვათ, თან ისეთ ხალხთან, როგორებიც ჩემს სამსახურში არიან. ამის გამო ისევ დამემართა ეს კვებითი აშლილობა, რითში მაცადე, ისევ განმიახლდა, ისევ დავიწყე, ოღონდ ამჯერად ენერგეტიკულ სასმელებს არ გულისხმობ, ამჯერად უკვე მხოლოდ ცომეულზე დამემართა, ყოველ დღე ვჭამდი, საცხობებში უკვე მცნობდნენ, ოღონდ მართლა. და უკვე იცოდნენ ხოლმე ჩემი კვების რაციონი და უთქმელად მილაგებდნენ პარკში უკვე იმ საკვებს, რასაც ყოველ დღე მივირთმევდი ხოლმე. შემდეგ კიდევ ერთი ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, რომელზედაც არ მინდა საუბარი, 10 თვე გრძელდებოდა ეგ ჩემი პრობლემა და ჩემმა ოჯახის წევრებმა უკვე ხელით წამიყვანეს, მართლა ჩუმად ჩამწერეს ექიმთან და თავისით წამიყვანეს ძალით ჩემმა ბებიამ და ჩემმა დამ და ძალიან ბევრი გამოკვლევა ჩამიტარდა, ძალიან ბევრი გამოკვლევა, ეს იყო წელიწადნახევრის წინ. თქვენ იცით ალბათ, ვისაც ნანახი გაქვთ ჩემი ძველი ვიდეოები, დამინიშნეს უმკაცრესი კვება, აღმომაჩნდა პრედიაბეტი, ასევე საკვერცხის პრობლემა და ასევე ჩიყვი. ეს ყველაფერი რომ მოვისმინე, მართლა გადამეკეტა და გადამებინდა გონება და ჩემ თავს ვუთხარი, სარკეში დავდექი და ისე ქეთა, გაჩერდი და იმ დღიდან დავიწყე სწორი კვება. 3 თვე მართლა პატიოსნად ვიყავი სწორ კვებაზე, შემდეგ 26 თუ 27 დეკემბერს ვიყავი ექიმთან კონსულტაციაზე ჩაწერილი, 3 თვის შემდეგ და მითხრა, რომ 1 და 2 იანვარს გაძლევ უფლებას, რომ დაარღვიო შენი კვება. თან მართლა კარგად დაკრებული მქონდა უკვე. და მითხრა რაღაც წამალი, რომელიც უნდა მიმეღო ამ 2 დღის განმავლობაში, რომ ჩემს სხეულზე არ ასახულიყო ეს საჭმელი და არ მომემატა წონაში. დავლი ეს წამლები, 1 და 2 დავარღვიე, მერე მაგას მოყვა 3, 4, 5, 6, 7, 8 და იანვრის ბოლომდე, აი ბოლო დღემდე ყოველ დღე ვარღვევდი. და მივხვდი, რომ მე თუ რაღაცას დავისახავ მიზნად, უნდა მივყვე ბოლომდე. და ის 2 დღეც არ უნდა დამერღვია, იმიტომ რომ აი დღესაც დავარღვევ, აი დღესაც და ეს გაგრძელდა უკვე თვეების განმავლობაში. შემდეგ მარტში უნდა მივსულიყავი ექიმთან და მანამდე რო სულ ვარღვევდი ეს თვეები, ძალიან შემრცხო ექიმის, რა ვქნა ესეთი ვერ და არ გამოვანწყოთ, შემრცხო ექიმის და ვერ მივედი გადამოწმებაზე, რომ თავიდან გამეკეთებინა გამოკვლევები და წამალი შეეცვალათ, წამლები შეეცვალათ. ანუ ნუ მოკლედ რა. გაგრძელდა კიდე რამოდენიმე თვე, გავიდა. შემდეგ რაღაც პერიოდები მქონდა, რომ ისე
ჩემს კვებას ვუბრუნდებოდი ხოლმე და წამლებსაც ვიღებდი და მკურნალობდი, მაგრამ ხან იყო დრო, როდესაც ვარღვევდი ხოლმე და ერთი თვე გადამულად ვიკვებებოდი და სულ ქეიფებში და დროსტარებებში ვიყავი სამწუხაროდ და ჩემთვის ეგ ქეიფი და დროსტარებაც არ შეიძლება. ეგ იმამ მითხრა რომ 11 საათზე უკვე ღამე უკვე უნდა იწვე და გეძინოს. ან თუ არ დაიძინებ 11 საათზე უკვე დაწექი და თავისით დაგეძინება. არა ტელეფონი და რაღაცა სხვადასხვა ისინი. რა თქმა უნდა თავიდან კი ვუჯერებდი, მაგრამ უკვე რო კვებაც რო დავარღვიე, სულ სადღაც ვიყავი, სულ ან ჩემთან იყვნენ მეგობრები და აქ ჩემთან მივირთმევდით, სვამდით, ვჯამდით, რა ვიცი, ძალიან ვერთობოდით ხოლმე მოკლედ და ამან გამოიწვია ის, რომ ისევ იგივე დამემართა და უკვე დაახლოებით 1 წლის თავზე დამეწყო ისევ კვებითი აშლილობა. ახლა აწყო დროში გეუბნევით. ოღონდ ეს არის დაწყებითი ფორმა და ამას უნდა ვუშველო აუცილებლად. დავიკერი მაშინ 17 თუ 18 კილო და ახლა მაქვს მომატებული 5 კილო. და გადავწყვიტე, თქვენთანაც ვდებ პირობას და ჩემს თავსაც პირველ რიგში რა თქმა უნდა დავუდე პირობა, რომ აუცილებლად წავალ ექიმთან, იმიტომ რომ მანამდე ვამბობდი, რომ ისევ ამ კვებას გავაგრძელებ მეთქი და წელიწადნახევრის წინ რო დამინიშნეს წამლები თქო, მაგ წამლებს ვიყიდი და დავლევ თქო, მაგრამ პირველ რიგში იმიტომ გადავიფიქრე, რომ ასეთ ვითნებურად არ მინდა რომ დავლიო, იქნებ კიდე რაღაცა სხვა წამალი მჭირდება, არ ვიცი. და უნდა მივიდე აუცილებლად ექიმებში, ჩავიტარებ იგივე გამოკვლევებს და თავიდან გადავემოწმები. და რასაც დამინიშნავენ და როგორც დამინიშნავენ, ახლა მაინც აღარ შევწყვეტ ჩემს კვებას და იმ წამლებს, რომელსაც დამინიშნავენ, იმიტომ რომ ისევ დამეწყო იგივე პრობლემები, ეს არის რაღაცას რომ ვლაპარაკობ, ან ვინმე რამეს რომ იყვება, ხანდახან მავიწყდება, ანუ რაღაც რომ მითხრას ადამიანმა მეორე წუთას აღარ მახსოვს, გონების გათიშვა მაქვს ხოლმე, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ აუცილებლად მივალ ექიმთან და გავაგრძელებ ჩემს მკურნალობას, იმიტომ რომ აღარ ვაპირებ იქ დაბრუნებას, საიდანაც ძლივს ამოვედი და მე ჩემი თავით მართლა ვამაყობ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის იყო ძალიან რთული პროცესი. მართლა პირველი 1 თვე ვტიროდი, მაშინ მოუნდათ ჩემს ოჯახს, რომ მწვადები შეეწვათ, ხინკალი გაეკეთებინათ, ეს იყო, ის იყო, მოკლედ რა, როგორც ხდება ხოლმე და ოთახში გამოვდიოდი ხოლმე და მართლა ყოველდღე ვტიროდი, როდესაც ისეთი საჭმელი იყო სახლში, რომელიც მე არ მეჭმეოდა და რა თქმა უნდა არ ვჭამდი ხოლმე. დიდი შრომა ჩავდე ჩემ თავში, ვინც ჩემს მდგომარეობაში ყოფილხართ, ან ახლა ხართ, ან იმ გზას გადიხართ, რასაც მე თქვენ გამიგებთ მხოლოდ, დანარჩენი ვერავინ ვერ გამიგებს თუ რა ხდება ჩემს გონებაში. ეს არის დაავადება, მეგობრებო. იმ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად, რომელიც არის პრედიაბეტი და სხვა დანარჩენი, რომელიც მოგიყევით. ყველაფერთან ერთად კვებითი აშლილობა ეს არის კატასტროფა, მეგობრებო, ეს დაავადებაა. და როდესაც ხედავთ პუტკუნ ადამიანს, ან ძალიან პუტკუნ ადამიანს, არ გაქვთ იმის უფლება, რომ თქვენ უთხრათ, რომ უი, როგორ გასუქებულ ხარ, 1-10 კილოს დაკლება მოგიხდება. ჯერ ერთი რომ არავინ არ გეკითხებათ აზრს და არ გვაინტერესებს თქვენი აზრი და არ აინტერესებთ იმ პუტკუნ ადამიანებს თქვენი აზრი და მეორეც კიდე ეს თემა არის ძალიან სენსიტიური. შეიძლება მათ არ გითხრან, მაგრამ მე გეუბნევით და იმედია ესეთი ადამიანები, ესეთი უტაქტო ხალხი მიყურებთ და კარგად გაიაზრებთ იმ ყველაფერს, რასაც მე გეუბნებით, იმიტომ რომ მე ვყოფილ ვარ მათ მდგომარეობაში და ვიცი რას ფიქრობენ, ვიცი ყოველი ღამე როგორი არის, ვიცი რომ ყოველ დღე ტირიან, იმიტომ რომ მე ყოველ დღე მართლა აი ტირილში ვიძინებდი და ტირილით ვიღუძებდი, იმიტომ რომ ეს არის კატასტროფა. ეს არის კატასტროფული დაავადება. და ამ ყველაფერს სჭირდება მკურნალობა და არა თქვენი კომენტარები, თქვენი უაზრო კომენტარები, ვაიმე რამხელა მუცელი გაქვს, ვაიმე რამხელა მკლავები გაქვს
და რამ ხელა ხარ და ასე შემდეგ და დაუფიქრით ხოლმე მეგობრებო, რას ეუბნევით ადამიანს, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცისთვის ფატალურად დასრულდეს თქვენი ეს სიტყვები. ვიცი რამოდენიმე ადამიანი, რომელიც საერთოდ ჩაიკეტა, რომელსაც ფსიქიატრი დასჭირდა, ვიცი ადამიანი, რომელმაც საერთოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ამ ყოველფრის შემდეგ, იმიტომ რომ ყველა აბულინგებდა, ჩვეულებრივი body shaming-ი მიდიოდა მათზე. ყველა ადამიანი არ არის ძლიერი, შეიძლება ძლიერიც ვერ იყოს იმდენად ძლიერი, რომ აი ეს თქვენი რაღაცა კომენტარები აიტანოს. მე მაგალითად ძალიან კომპლექსიანი ადამიანი ვიყავი ყოველთვის, თუმცა ახლა აღარ მადარდებს. მართლა გეუბნებით, ყველას მოვსვავ ხოლმე თავის ადგილას, თუ ვინმე მეუბნება, რომ უი როგორი დაკრებული ქონდა და ეხლა რაღაცა ცოტა მოპუტკუნებულ ხარ, კი, +5 კილო ვარ, მაგრამ ეგ თქვენი საქმე არ არის, არავინ გეკითხებათ და ყველაზე ცუდი იცით რა არის ხალხო, თვითონ სუქანები რო გეუბნებიან, რომ როგორ მოპუტკუნებულ ხარ. რამოდენიმე ხნის წინ მყავდა ნათესავი ჩამოსული და მითხრა რომ ფამიქეთა როგორ გასუქებულ ხარ? შენ მანამდე არ გინახეო თქო, როგორი გასუქებული ვიყავი თქო. მანამდე 2 წლები არ მინახავს მოკლედ ეგ ადამიანი და ხო რამდენი წელია ვარ მინახი ხარო და მეთქი, ანუ ეგ არის მეთქი ძალიან უტაქტობა მეთქი რომ ხვის სხეულზე საუბრობ და განიხილავ თქო და არ მსიამოვნებს მეთქი და აწი გაითვალისწინე თქო. კიო ვიცი რომ უტაქტობაო, მაგრამ მე რაო მეც მოვიმატე კაცო და არ მაინტერესებს მეთქი შენ მოვიმატე თუ არა თქო რა. ანუ ჩემზე ნუ ლაპარაკო, მე ნუ მეუბნები რომ მოვპუტკუნდი. ამიტომ მეგობრებო, ვინც არ უნდა იყოს, საკუთარი ოჯახის წევრიც რო იყოს, დავკარგავ. ანუ ბოდიშით და ფეხებზე მკიდია ყველას აზრი. იმიტომ რომ მე ვიბრძვი ჩემ თავს და ვიბრძვი რომ ვიყო ჯანმრთელი და კიდე ვიღაცა დეგენერატკა რო გამოდის და შენ ანუ შეურაცხყოფას გაყენებსო თურმე რამ ხელა ხარ, უნდა მოსვათ თავიანთ ადგილზე. და უთხრათ რომ კიდევ კაი შენ ხელაა რო არ ანუ როგორც გელაპარაკებიან ისე დაელაპარაკეთ. მე არ ვამბობ რომ მეორე ლოყაც უნდა მიუშვი რომ ეს მე არ ვეთანხმები ამ გამონათქვამს, იმიტომ რომ ქონდა მსგავსი დროც როცა მეორე ლოყას უშვერდი და უფრო დიდი სილა მხვდებოდა და მაგ სისულელეს აღარ გავიმეორებ. ახლა რატო დავიწყე ამ თემაზე საერთოდ საუბარი და რატო განვიხილე ეს თემა. პირველ რიგში იმიტომ რომ მე გადამხდა მსგავსი რაღაც და მეორე რიგში იმიტომ რომ ვნახე ერთ-ერთი ექიმის ვიდეო, სადაც ამბობს რომ სუქანი ადამიანი არის გაუნათლებელი და არ გააჩნია არავითარი გონებრივი რაღაცა და მე სარკასტიკაშიც განიხილეს მოკლედ და დაურეკეს ამ ექიმს ციცინა ქვია მე მგონი. არ მახსოვს. და იგივე გაიმეორა ამ ქალმა. იგივე გაიმეორა და შოქში ვიყავი ეგ ვიდეო რო ვნახე საერთოდ და პროსტა რეები ლაპარაკა საერთოდ ნორმალური თუა ეგ ადამიანი. მაგ ქალთან არავინ არ უნდა მივიდეს. არავინ არ უნდა მივიდეს. მართლა. თვითონ რაღაცა პლასტიკურებს და იმებს რო აკეთებს და რო ალამაზებს თავის თავს გაუკეთოს ჯერ პლასტიკურები, მაშინ ასე ვიტყვი. სხვის გარეგნობას რო დასცინის, ჯერ თავის თავს მიხედოს, ჩაიტაროს პლასტიკურები, ცოტა გალამაზდეს, ცოტა ქალს დაემსგავსოს და მერე ისაუბროს სხვის გარეგნობაზე და სხვის გონებრივ უნარებზე და შესაძლებლობებზე. მე ვყოფილ ვარ 81 კილო რამოდენიმე წლის წინ. სანამ დავიწყებდი მკურნალობას და დავიკლებდი. 81 კილოთიც შვენივრად ვკითხულობდი წიგნებს, ვიღებდი განათლებას. 2 კვირაში მაქვს დაბადების დღე, ხვდები 27 წლის. 27 წლის განმავლობაში 3 პროფესია შევიძინე, 3-ვეში ვარ აქტიური და პლუს მეოთხე არის ჩემი კიდე სხვა სამსახური. ეს ამ პროფესიებზე სწავლა დავიწყე მაშინ, როდესაც ვიყავი სრული, როდესაც ვიყავი წონიანი.
მაგრამ წონას ჩემთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მიმეღო განათლება და შენ ექიმი რო გამოდიხარ და რო იძახი, რომ ადამიანი თუ მსუქანია, ესე იგი განათლება არ აქვს განათლება, არ აქვს გონება და შეუმდგარი ადამიანია. ამიტომ მეგობრებო, ექიმი თუ ადამიანი და ადამიანური არ არის და არ გექცევა ისე, როგორც საჭიროა. მასთან კურნალობა კი არა, საერთოდ არ უნდა შეხვიდე მის კაბინეტში. და ეგ ციცინო არის ზუსტად მასეთი. და ზუსტად მაგ ვიდეოებიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ეს ვიდეო გადამეღო და მესაუბრა თქვენთვის. ასე რომ თავი დაიცავით, ჩემო საყვარლებო და არავის არ მისცეთ იმის უფლება, რომ დაგამციროთ. მყავს გარშემო წონიანი ადამიანები და მართლაკბილებით ვიცავ ხოლმე თავიანთი ოჯახის წევრებიც რო ამცირებენ, მათთანაც აი მართლა თავით მივდივარ და ვერ კინები ხოლმე, რასაც ქვია. იმიტომ რომ არ მიყვარს ამ თემაზე ღადაობა, არ მიყვარს რომ ამცირებენ გარეგნობის მიხედვით ადამიანებს. ყოველთვის ვიცავ ყველას და დავიცავ კიდევაც და 10,000 რაც ამიხსნია ამ ადამიანებისთვისაც, მაგრამ ვერ იგებენ. შენ თუ არ მოგწონს მისი წონა, წაიყვანე ენდოკრინოლოგთან, აუცილებლად მიდი და უმკურნალე მაშინ. იმიტომ რომ კვებითი აშლილობა არ არის უბრალო რაღაცა ყელის ტკივილი ან რა ვიცი, ფეხის ტკივილი. ეს ძალიან ცუდი დაავადებაა. იმიტომ რომ კვებითმა აშლილობამ, ნერვიულობამ, ბავშვობიდან ნერვიულობამ და უამრავმა პრობლემამ და პრობლემებზე ფიქრმა მიმიყვანა ზუსტად პრედიაბეტამდე. და ახლა დიდი ხანია არ მივსულ ექიმთან და მკურნალობაც თვითნებურად შევწყვიტე და არ ვიცი რა მდგომარეობაა ჩემს ორგანიზმში და აუცილებლად გავაგრძელებ მკურნალობას და თქვენც გეტყვით მერე. გადავიღებ მაგაზე ვიდეოებს. ასე რომ მეგობრებო, არ შეგეშინდეთ და მეორე მხარესაც გეტყვით, რომ ნუ ამცირებთ ადამიანებს ამით. თუ არ შეგიძლია რომ დაეხმარო, ნუ გაამცირებ მაინც, იმიტომ რომ არ გაქვს ამისი უფლება. იმიტომ რომ შენ არ იცი იმ ადამიანში რა ხდება შინაგანად, გონებაში და ასე შემდეგ. ძალიან მიხარია რომ ეს ვიდეო გადავიღე როგორც იქნა, იმიტომ რომ მართლა წლები არის მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ იმდენად დაკომპლექსებული ვიყავი და იგონებაში ისეთი რაღაცები ტრიალებდა, რომ ვერა და ვერ მოვახერხე და რადგან მიკროფონი ვიყიდე, ჩემი საოცნებო მიკროფონი, რომელიც ძალიან მინდოდა რომ მქონოდა, ეს მინი ვერსია თან ლაპარაკიც მინდოდა თქვენთან, რადგან დიდი ხანი არ გადამიღია ვიდეო, გადავწყვიტე რომ ეს ფორმატიც შემომეტანა ჩემს არხზე და ამის შემდეგ სხვადასხვა თემებს განვიხილავთ ხოლმე თქვენთან ერთად და მინდა რომ გთხოვოთ დამიწეროთ კომენტარებში რა თემებზე გსურთ საუბარი, რა თემები განვიხილო და განვიხილოთ ერთად კომენტარებში დამიწერეთ გელოდებით, ძალიან გამიხარდება თუ დამეხმარებით თემების არჩევაში და მომაწვდით იდეებს, იმიტომ რომ მინდა რომ ეს ფორმატი აუცილებლად შემოვიტანო ჩემს არხზე და უფრო საინტერესო გახდება ჩემი აზრით, იმიტომ რომ თქვენც გაიგებთ ჩემს მოსაზრებას და მეც კომენტარების საშუალებით გავიგებ თქვენს მოსაზრებას ამა თუ იმ თემაზე. უამრავი პრობლემა არის ჩვენს ქვეყანაში, უამრავი პრობლემა აქვს ადამიანებს და მინდა რომ ვიდეოების საშუალებით საჯაროდ ვისაუბრო ამ თემებზე. უშიშარი ადამიანი ვარ და არ მეშინია არავისი და არაფრის და რა ვიცი, გელოდებით კომენტარებში მომაწოდეთ იდეები. ახლა კი დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.